მოგესალმებით, მე ვარ თევდორე და ეხლა მინდა გაჩვენოთ დიდგულას ხე, რომლისგანაც აკეთებდნენ უენო სალამურს ტრადიციულად. ნახეთ. ეხლა არის ივლისი, ამიტომაც აქვს ფოთოლი გამოსხმული. ამ ხეს ჭრიან ქვიანი შემოდგომის და ზამთრის პერიოდში, როდესაც გამომშრალი არის თავად მასალა. რატომ მაინც და მაინც დიდგულას ხე? დიდი გული გააჩნია მართლა. ადვილია მისი გამოსუფთავება და მილის ფორმის მიცემა. ხეში მიჭირავს აგერთის მოტეხილი და გადავარნილი გამომხმარი ტოტი და ვეცდები მისგან შეძლების დაგვარად ტრადიციულად გავაკეთო უენო სალამური. სრული სიგრძე უნდა იყოს 2 მტკაველი. 1 მტკაველი, 2 მტკაველი. ან დაახლოებით ამ სიგრძე. ამ სიგრძეში სრულად ეტევა 2 ციდან და ბოლოში 4 თითის დადება. მივიღეთ ესეთი ჯოხი, სამხრიდან უკვე გასუფთავებულია, მეორე მხრიდან გამოსასუფთავებელია. გამოსასუფთავებლად დაგვჭირდება ესეთი გრძელი რკინის ჯოხი. ტრადიციულად უენო სალამურს ხვრეტდნენ ნებისმიერი რკინის ჯოხით, ანდაც შესაძლებელია ყოფილიყო ეს მაყულის ტოტიც. ხის ნაჭრიდან უშუალოდ გულის გამოღების შემდგომ ეს უნდა დავამუშაოთ შიგნიდან, გავფრიკოთ მაქსიმალურად და გავაგიანიეროთ დაახლოებით 1 სანტიმეტრამდე მაინც. მე ამ შემთხვევაში ვიყენებ ეგრეთ წოდებულ რეზბას. ამის შემდგომ ვარჩევთ ჩასაბერ თავს, უშუალოდ უნდა იყოს ქვედა ნაწილი და აი ესე უნდა წავუწვეტოთ დანით, რომ ბგერა უკეთ გამოიცეს. როგორც ვიდეოს დასაწყისში აღვნიშნე, ტრადიციული ზომებია. 2 მტკაველი, რომელიც მოიცავს 1 ციდა ზედა ნაწილი, 1 ციდა შუა ნაწილი და 4 თითის დადება ბოლო ნაწილი. და ამ შუა ნაწილში, ამ ციდაში თანაბრად უნდა იყოს დაშორებული 6 თვალი. ჩვენ შემთხვევაში პირველი თვალი იქნება დაახლოებით აქ, აი ამ 4 თითის შემდგომ, რომელიც გაგრძელდება დაახლოებით აი ამ ხედა 1 ციდა, რომელიც შუა თით უნდა ავიღოთ და მეორე ციდა იქნება ყელი. მოვნიშნოთ რიგრიგობით თულები თუ სად უნდა გავხვრიტოთ. შიდა დიამეტრიდან გამომდინარე, დაახლოებით 5 მმ-ის უნდა იყოს თითეული თვალი. პირველი აი 4 თითის დადება აი ამ ადგილას არის. დავთვალოთ 1 ციდა და იქნება ყველაზე დიდი თვალი, აი აქ იქნება დაახლოებით აი ამ ადგილას. და მათ შორის ვეცადოთ თანაბრად გავნაწილოთ თვლები. დაახლოებით აი ამ თითის სიგანის ტოლი იქნება. დავადო აი აქ არის. დავადო მიახლოებით. აქ არის. აქაც მიახლოებით. აი წინასწარ ამოვხვიტე და მოვნიშნე ყველა ის თვალი, რომელიც უნდა განთავსდეს უენო სალამურზე. ასევე მე-7 თვალს ამატებენ ქვემოდან პირველსა და მეორეს შორის, აი ამ ადგილას დაახლოებით. ასევე მე-7 თვალს ამატებენ პირველსა და მეორეს შორის ქვემოდან და ესეც მოვნიშნოთ. ამოჭრა ხდება რამდენიმე მეთოდით. ერთ-ერთი მეთოდია, თქვა, ჯერ წინასწარ ესე ბოლომდე ჩავხვრიტო და შემდეგ გავატარო ნახშირი, ან და პირდაპირ დავადო გახურებული რკინა და ეგრე ამოწვა თავიდანვე. ჩემ შემთხვევაში გავიმარტივებ საქმეს და ამ ეგრეთ წოდებული პაიანიკით ამოვწვავ ადგილზევე თვლებს. გამომივიდა ესეთი სალამური და ნახეთ, აი ეს სათითურები ახლა უნდა ამოვჭრა, რომ როდესაც თით დავადებთ, მაქსიმალურად ახლოს იყოს თავად ცენტრალურ დიამეტრთან, რომ გარკვეული
ბგერასთან დაკავშირებული ხარვეზები აღარ იყოს. ესეც ჩემი დიდგულას ხისგან დამზადებული ტრადიციული უენო სალამური. შემდგომ უფრო დენია შევალამაზებ. როგორც ხედავთ, ესა 4 თითის დადება, 1 ციდა და თანაბრად დაშორებული თუდები. ეხლა ვნახოთ, როგორი ჟღერადება გამოუვიდა. ამასობაში გამიწვიმდა უკვე კიდევაც, მოკლედ. გამომდინარე იქიდან, რომ შიდა დიამეტრი ძალიან წვრილი არის, საკმაოდ რთულია აიღო ქვედა რეგისტრში დაბალი ბგერები. მაგრამ ამასთანავე შედარებით ადვილია მაღალ რეგისტრში მაღალი ბგერების აღება. აი ეხლა მოგასმენიეთ ბგერათ რიგებს, როგორც დაბალ რეგისტრში, ამ ტვინზე, ასევე მაღალ რეგისტრში ტვინზე. ცოტა უჭირს დაბალი ბგერის აღება. ეხლა ტვინზე. ეს იყო ჩემი პირველი დიდგულას ხისგან დამზადებული უენო სალამური. მადლობა ყურადღებისთვის და წარმატებებს გისურვებთ. იმედი მაქვს, საინტერესო ვიდეო იყო.